Assalamu alaikum. Ramadan Mubarak. Ladies and gentlemen, as Muslims across the United Kingdom, მოკლედ მეგობრებო, ეს გახლავთ მეფე ჩარლზ მესამე, ინგლისის მეფე და რწმენის დამცველი. ამას სარკასტულად არ ვიძახი, მართლა აქვს ეგ ტიტული ოფიციალურად, რომ რწმენის დამცველი ქვია. ეხლა გაჩვენეთ, როგორ ულოცავდა მუსულმანებს რამადანს და რატომ გაჩვენეთ, რომ დღეს გვაქვს გადაცემა სამშობლოს მოღალატეებზე. და გუშინ გამოვიდა განცხადება ბუკინგემის სასახლიდან, რომ წელსო ვერ მოგილოცავთო მეფეო, აღდგომის დღესასწაულსო ქრისტიანებო, ასე რომ რა გიყოთო, მაგრამ აი რამადან მუბარაკ, ასალამუ ალეიკუმ, ეს შეიძლება. კარგით, ეს იყო მოკლე ჩართვა უბრალოდ შესავალი მოღალატეობაში და ინგლისის მოღალატეებიდან გადმოვიდეთ ჩვენი სამშობლოს მოღალატეებზე, რომლებიც ასევე არანაკლებ ყავს, რა თქმა უნდა. გუშინ გავიდა ფორმულას ეთერში გადაცემა, სადაც საუბარი იყო და ინტერვიუ ჩაიწერა ირანის ელჩთან საქართველოში. იმ თემის შესახებ, რომ მარკო რუბიო ესაუბრა ირაკლი კობახიძეს, რის შემდეგაც ელჩმა გამოაქვეყნა სტატუსი, რომ თუ ვინმე ქვეყანაო დაეხმარება ამერიკასო ან ჩვენ მტრებსო, იგივე ჩვენ მტერი გამოდისო რა. და მე მინდა გაჩვენოთ ეს სრული ვიდეო და თანდათან მივყვეთ მოკლედ რა ხდებოდა გუშინ ფორმულას ეთერში. ჟურნალისტმა სალომე ლაბაძემ ალი მოჯანის საზოგადოებაში დაგროვილი კრიტიკული სალომე ლაბაძე ეს ყავს საქართველოში ახლა ყველაზე ახალგაზრდა მოღალატე. საქართველოში ირანის ელჩთან ინტერვიუ ჩვენ თარჯიმნის დახმარებით ჩავწერეთ, რადგან ელჩმა ჩვენთან სპარსულად ისაუბრა და ახლა იმისთვისაც რომ ნებისმიერი ინტერპრეტაცია გამოირისხოს, ჩვენ ამ ინტერვიუს მაყურებელს სწორედ თარჯიმნის ტექსტებით შევთავაზებთ. რაც შეეხება ინტერვიუს შინაარსს, ცხადია რომ ჩვენი მთავარი შეკითხვა ირანის ელჩთან უკავშირდებოდა მის მიერ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტს, რომელიც არაერთი წევრის მიერ საზოგადოების შეფასდა მუქარად საქართველოს წინააღმდეგ. არაერთი წევრის მიერ არა, ოპოზიციის მიერ მხოლოდ. იყო თუ არა ეს ელჩის მუქარა საქართველოს მისამართი, ჩვენ ცხადია ეს შეკითხვა დავუსვით ალი მოჯანის რის პასუხადაც ის გვეუბნება, რომ ასეთი შეფასება სწორი არ არის. თუმცა საყურადღებო ისაა, რომ ჩვენთან ინტერვიუში ამის შემდეგ ალი ანუ მოიცადეთ გადმოვახვევთ ორი წამით. დავუსვით ალი მოჯანის რის პასუხადაც ის გვეუბნება, რის პასუხადაც ის გვეუბნება რას? რომ ასეთი შეფასება სწორი არ რომ არის. ასეთი შეფასება სწორი არ არის. რომ არაო, არ არისო მუქარაო საქართველოს მიმართო. თუმცა რაღა თუმცა ისაა, რომ ჩვენთან ინტერვიუში ამის შემდეგ ალი მოჯანი შეიძლება ითქვას, რომ სწორედ იმ გზავნილებს იმეორებს, რომელთა გამოც მისი Facebook პოსტი ამერე ფაიომე მან თაჰდიდ ბუდე შეგიძლიათ მითხრათ რომელი სიტყვა იყო ამაში, ასე ვთქვათ, მუქარის შემცველი. ფასის გადახდა, შიდა დესტაბილიზაციაზე აქცენტი. როდესაც მტერი თავს ესხმის თქვენს ქვეყანას და ამ დროს სხვა ქვეყანა თანამშრომლობს ამ მტერთან, უთმობს თავის ტერიტორიულ სივრცეს, ტერიტორიულ წყლებს, ხმელეთს, რომ ამ მტერმა თქვენზე განახორციელოს თავდასხმა. როგორი დამოკიდებულება გექნებათ იმ ქვეყნის მიმართ. როდესაც მტერი გამოიყენებს თავის სამხედრო ბაზებს, ლოჯისტიკურ ცენტრებს, სადაზვერვო ცენტრებს, რომლებიც მდებარეობს სხვა ქვეყანაში, მესამე ქვეყანაში. შესაბამისად, თქვენი რეაქცია როგორი იქნება? მიესალმებით ასეთ ფაქტს? საქართველოს გულისხმობს მესამე ქვეყნებში, როცა საქართველოს გულისხმობთ? ჰა? საქართველოს დავომბავთ, ხომ? ხო? ბატონო ალი. ამ ქვეყნების ტერიტორია გამოიყენება ლოჯისტიკურად. თქვენ რამენაირად დაეხმარეთ ამერიკას და ისრაელს ირანზე თავდასხმების? საქართველოს გულისხმობთ? კაცი ეუბნება, რომ აი შენ ეხმარები რამენაირად საქართველოს რამენაირად გუბომბავს, ან რამე იარაღები გიწყვიათ ამერიკელების, ან ამერიკელების სამხედრო ბაზები გუბომბავენ საქართველოსდან? ზღვას უთმობთ? ჰაერს უთმობთ, რამეს უთმობთ? აი ამაზე გვიდა სწორედ თქვენი შეფასების მოსმენა. არა, უკვე სალომე ამ ქვეყნების ტერიტორია გამოიყენება ლოჯისტიკურად. თქვენ რამენაირად დაეხმარეთ ამერიკას და ისრაელს ირანზე თავდასხმების დროს? აი ამაზე გვიდა. აი აქ უნდა გეპასუხა სალომე, არა. კარგად იყავით ბატონო ალი, მადლობა ინტერვიუსთვის. გავაგრძელებთ შვიდ ცხოვრებას. მაგრამ არა, აი ამაზე გვიდა და აი დედა რო შეგაგინოთ, აი ხა მე და ჩემმა ოპერატორმა რო დედის ტრაკი გაგინოთ. მაინც არ დაგუშვებთ? სწორედ თქვენი შეფასების მოსმენა.
ქვეყანა, რომელიც არ დაეხმარება ამერიკასა და ისრაელს ირანზე თავდასხმებში, ირანის აგრესიას არ შეუწყობს, ხელს არ დაუთმობს თავის ტერიტორიას, თავის ბაზებს, თავის ყოველ შემთხვევაში შესაძლებლობებს, შესაბამისად ჩვენ ამ ქვეყანასთან ყოველთვის გვექნება ნორმალური წარსულის გასაგ ნორმალური ურთიერთობა. საქართველო არის ის ქვეყანა, რომელიც ელჩის აზრით ეხმარება არა, ქალო, არ არის საქართველო იმ სიაში. აგეს სია. ამერიკა, ისრაელი, დუბაიც დაუბომბეთ. ვიზეც ვიცოდით, რომ ამერიკის ბაზები იყო, ისე ქვეყნები უკვე დაუბომბეთ. ეს ჟურნალისტი, აბა ეგ ფურცელი მეორე მხარეს გადაატრიალ, იქნებ სადმე წვრილი შრიფტით საქართველოს წერია, ჰა? აბა კარგად მოძებნეთ რა. როგორ წყინს, ბიჭო, რომ არ გუბომბავენ იმენა. კაცმა სამჯერ გითხრა, რომ ვიცოდეთო, რომ მტრები ხართო, უკვე დაგბომბავდითო და 10 ქვეყანა დაბომბეს ჩვენ გარდა, ხო? რომლებიც ეხმარებიან ამერიკას და ისრაელს და ჩვენ რა დაგვინდობდნენ, თუ კეთილები არიან? და ჩვენ მაინც, აბა, იქნებ მარკო რუბიომ რა უთხრა, იქნებ დედა გაგინეს, ბატონო ალი. იცით მარკო რუბიო და კობახიძე რომ დედას გაგინებდნენ ტელეფონზე, იქნებ დაგბომბოთ მაინც. პატარა მონაკვეთი მაინც დაბომბეთ რა რამე ქენით. უნდით? თქვენ თუ გაქვთ წაკითხული ზოგადად ჩემი პოსტი? რამე იყო მინიშნება გაკეთებული ბატონი პრემიერისა და ამერიკის სახელმწიფო უნდივნის სატელეფონო დიალოგზე. განცხადება გავრცელდა ამ დიალოგიდან მეორე დღეს. ხაუცო გარეთ რო წინა წამოვიდეს, თქვენ ვერ გეცოს რომ რატო არ მოვხვდით კოლგებით, ხო? იმ დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია საქართველოს აეროპორტში, თბილისის აეროპორტში ამერიკული სამხედრო თვითმფრინავის დაშვების შესახებ. ანუ აზზე ხართ? მარკო რუბიოს და კობახიძეს საუბარზე რომ ვერ წამოიკიდა და ვერ დააჯერა რომ იქო თქვენზე ბაზრობდნენო და თქვენ შეთქმულებას აწყობდნენო. ეხლა შეახსენა რომ აიო ამერიკის თვითმფრინავის ჩამოფრინდაო ისე სხვათა შორისო. იქნებ მაგის გამო მაინც დაგუბომბოთო. მაგალითად ეს ცნობა თქვენთვის რას ნიშნავს, რას ავლენს, რას გეუბნებათ, იწვევს თუ არა შეშფოთებას და როცა საუბრობთ კონკრეტული ქვეყნების გამოყენებაზე, ტერიტორიის გამოყენებაზე ამერიკის სასარგებლოდ ირანის წინააღმდეგ. ასეთ შემთხვევებს გულისხმობთ? ვაკვირდებით და მონიტორინგს უწევთ ამერიკის მოქმედებებს რეგიონის მასშტაბით. ანუ რას ნიშნავს სალომე ეს? რა გითხრა ბატონმა ალიმ ამ სიტყვებით? ის ხომ არ გითხრა რომ სალომე შვილო, ტრაკი დააყენეო რა, ჩვენთონ კარგად ვიცითო, ვზვერავთო ტერიტორიასო და ვიცითო რა თვითმფრინავი სად ჩამოფრინდაო და შენი შეხსენება და შენი ცეცხლის მოკიდება რომ იცი თვითმფრინავი ჩამოფრინდა, იქნებ იარაღები იყო, იქნებ რაკეტები ჩამოიტანეს, იქნებ დაგბომბოთ. არ მჭირდებაო რა ეგ ბაზრებიო. ყველაფერს ვაკონტროლებთო, ყველას ბომბავთო, ვისაც გვინდაო და ვინც მტერიაო რა. რეგიონის სასიხად ჩვენი რაკეტების რადიუსის მიხედვით. از این فضا اگر از این فضا თუ კი რეგიონიდან იქნება რაღაც ოპერატიული ممکنه ما الان ასე ვთქვათ ქმედება ჩვენს წინააღმდეგ, ჩვენც გვექნება ამაზე რეაქცია. باید من بگم ესე იგი რუბიოს ზარით ხო არაფერი გამოუვიდა რომ წამოეკიდებინა. ამერიკის თვითმფრინავის ჩამოფრენით ხო არაფერი გამოუვიდა. ბოლოს ეტყვის რომ თქვენი ქაბაბი მოno და მაგის გამო მაინც დაგვიბომბეთო. როგორც მაყურებელმა უკვე მოისმინა, გამოდის რომ ალი მოჯანი იმ გზავნილებზე, რომლებიც მუქარად შეფასდა საზოგადოების მიერ უარს არ ამბობს, ის ისევ სწორედ ამ გზავნილებს იმეორებს. აი ვინმე ამოიკითხეთ ამ ყველაფერში, ამ კაცის საუბარში ირანისგან საქართველოს მიმართ მუქარა? აი მხოლოდ სალომემ ამოიკითხა და მხოლოდ ფორმულა ჟურნალისტებმა? 5 ჯერ აუხსნა რომ არაო საქართველოსთან მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, არაფერს არ ვაპირებთო, არც დაბომბვას, არაფერსო. რავი, ჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს. რა, თლად ეხა ამერიკის ტანკებს და რაკეტებს ნუ დააყენებთო აქო და აქედან ნუ დაგვიწყებთო დაბომბვასო და დანარჩენი, რა ვიცი, მეგობრულად ვიყოთო. ვინც არიანო მტრებიო, ისინი უკვე დაუბომბეთო და ეს მაინც გვემუქრება რა, ნახე ეს კაცი მაინც იმუქრება. და სანამ ვიდეოს დავასრულებთ, მე მინდა აი ამ სიახლის მერე რაც იყო ფორმულაზე ეგ სიახლეც გაჩვენოთ, უბრალოდ ერთი წინადადება მოგასმენინოთ, უყურეთ. ანუ აქ ხო უმტკიცებდნენ ირანის ელჩს, რომ ბიჭო, საქართველო და ამერიკა შეკრულები არიანტო, ეხა დაშვებას აპირებენ შენზე, მიდი რა დაგვბომბე. ამას ხო უმტკიცებდნენ და ამის შემდეგ სიახლეში წინადადება მინდა მოგასმენინოთ. ქართულ ოცნებას პრობლემები აქვს ამერიკასთან ურთიერთობისას. ერთი ეს არის დემოკრატიის საკითხი და ასევე ანტიამერიკული პოლიტიკა, რომელსაც უკვე კარგა ხანია აწარმოებს.
ანუ რო ჩამოყალიბდეთ მეგობრებო, ამერიკას ვემეგობრებით და ირანმა უნდა დაგვბომბოს თუ ამერიკასთან ანტიმეგობრული ურთიერთობა გვაქვს და ამერიკა უნდა გვემტეროს. ანუ ყველა მხარეს უნდათ რომ მტრები ყავდეს. არა და ყველას ვემეგობრებით. ირანიც გვეუბნება ჯიგრები ხართ კაცო, ამერიკაც რაღაც თვითფრინავებს უშვებს აქ. არავინ არ გვბომბავს. ჩემი კატა ესე თბილად წევს, საკაიფოდ. მაგრამ ფორმულას ჟურნალისტები მაინც უკმაყოფილოები არიან. რატომ? იმიტომ რომ სამშობლოს მოღალატეები არიან და ყველაფერზე წავლენ აბსოლუტურად, რომ საქართველოს ცუდად გამოაჩინონ. ასე რომ, კარგად იყავით, მშვიდობით იყავით და მომავალ შეხვედრამდე. გოცნით ვიყვარხართ.